მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. კი არის უამრავი პრობლემა რეგიონში ცხოვრება და რაიონში და სოფელში ცხოვრება დღეს ადამიანისთვის არის ურთულესი, ყოველდღიური ბრძოლა იმისთვის რომ გადარჩეს. არსებობს პრობლემები, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში და სოფელში გვხვდება. ეს არის დანგრეული სკოლები და ბაღის შენობები. რაც იძულებულს ხდის იქედან რომ ახალგაზრდა ოჯახები აბარგდნენ დატოვონ იძულებით საცხოვრისი და მიმართონ გადავიდნენ ახლო მდებარე ქალაქებში, სადაც შეძლებენ განათლება მისცენ საკუთარ შვილებს. ესე იგი, მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მაგალითად 2016 წელს 4 საბავშვო ბაღი ახალი აშენდა, 4-ს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და წელს უკვე 7 დაკეტილია. იმ მიზეზით რომ ავარიულ მდგომარეობაშია და ის ბოლო დარჩენილი საბავშვო ბაღი წელს უკვე დაიკეტება და აღარ მიიღებს ბავშვებს. ამის მიზეზად თქვენ რას დაასახელებდით, კორუფციას? პირველ რიგში სავარაუდოდ ნიშნები, რომელიც კორუფციისკენ მივყავართ, სატენდერო პირობებით ცხადდება არა იმ საჭიროების გადაჭრისთვის, რაც ადგილზე მოსახლეობას აწუხებს, არამედ სატენდერო პირობებით ცხადდება იმისთვის, რომ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული კომპანიები და პირები, რომლებიც ამ ტენდერებში მონაწილეობენ, მათი ჯიბე გასქელდეს და შემდეგ ეს ადამიანები ჩვენთვის კარგად ცნობილია, რომ პარტიულ შემომწირველებად გვევლინებიან წინასაარჩევნო ქართული ოცნების და პარტიულ ყურებაში მიაქვთ ის ფულები, რომლითაც ქართველი ხალხი ვეღარ სარგებლობს, ქართველი ადამიანები ვეღარ სარგებლობენ ჩვენი ფულით, ისევ ქართული ოცნება მდიდრდება, მათი ყულობა ივსება. იგივე მდგომარეობა სკოლებში მარტო ლანჩხუთზე არ მინდა ვისაუბრო. მაგალითად, ახალციხის ნომერ 2 საჯარო სკოლა ვერ დაიწყო რეაბილიტაცია. არბოშიკის საჯარო სკოლა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ჯგალის საბავშვო ბაღი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში და საინტერესოა თან ამ საბავშვო ბაღებთან როდესაც მივდივართ, საინფორმაციო ბანერები, სამშენებლო ბანერები ისევ დარჩენილია და მშენებლობის უმეტეს შემთხვევაში მშენებლობის დასრულების თარიღად დაწერილი 2024 წელი, 2025 წელი და 2026 წელია და იქ როდესაც მივდივართ, ჩვენ ვხედავთ რომ მხოლოდ საფუძველია ჩაღრილი მშენებლობის და არანაირი კედლებიც კი არ არის ამოყვანილი. მაგალითად, ქარელში, მოხისში, ქვემოხვედურეთში ერთი და იგივე კომპანიამ შენებლობის დაწყების პროცესში მიატოვა ეს ორივე საბავშვო ბაღი, მათ უკვე მილიონობით ლარი აქვთ აღებული, მაგრამ ეს ორი სოფელი დღეს საბავშვო ბაღის გარეშე არის დარჩენილი. აი პირდაპირ კავშირი რო გავავლოთ ამასთან, რაც თქვენ ახლა მოყევით და იმასთან, რომ ადამიანები ცლიან და მიდიან იმ სოფლიდან. ანუ რა, აი როგორ შეგვიძლია პირდაპირ გადავიყვანოთ ეს, თქვათ, დაუმთავრებელი ბაღები, სკოლები და ადამიანებისგან და კორუფცია ზოგადად და ადამიანებისგან დაცლა ამ სოფლების. აი ეს კავშირი რო დავანახოთ უფრო საზოგადოებას. როდესაც დედოფლისწყაროს სოფელში არბოშიკში ვიმყოფებოდი და ამ სკოლასთან, რომლის რეაბილიტაცია ვერ დაიწყო 4 წელია და 100 ბავშვი დღეს 16 კილომეტრის მოშორებით მეორე სმენაში ზემო მაჩხანში დადის, იქ ცხოვრები ერთ-ერთი ბაბუში აქვს, რომელმაც გითხრა, რომ ამის შემდეგ რაც ეს სკოლა დაიკეტა, ახალგაზრდა ოჯახები იძულებულები გახდნენ, რომ წასულიყვნენ ამ სოფლიდან საცხოვრებლად, იმიტომ რომ იქ ვეღარ აძლევდნენ ამ ბავშვებს განათლებას. და შემდეგ ასევე დაგვანახა ამ სკოლასთან გზა, ახალი ასფალტირებული გზა და გითხრა, რომ აბა თუ იცით, ეს გზაო სად მიდის. ერთადერთი შიდა სასოფლო გზა არის, რომელიც გაკეთდებოდა. ჩვენ არც ვიცოდით ეს ინფორმაცია. თურმე მე ამ ბაბუმ გითხრა, რომ ეს გზა მიდის პაპუაშვილის დედის სახლთან. ანუ ეს შეიძლება. აი ესეთი პრიორიტეტით მოქმედებს დღეს ქართული ოცნება. ერთი უნდა შეგახსენოთ, მე პირადად ვიყავი ლანჩხუთში სასრული გადასაღებად, სწორედ განათლების თემაზე ვმუშაობდით და სასწაული ფაქტი აღმოვაჩინე. ახლა მე მინდა შევახსენო მაყურებელს, არ ვიცი შეიძლება არც ახსოვდეს ტრანსპორტის, ანუ ინფრასტრუქტურული პრობლემებიც რამდენია, იმიტომ რომ ტრანსპორტი არ არსებობდა ერთი სოფლიდან, რომ ჩამოეყვანა, ვთქვათ, ოზურგეთში და-ძმა. დას ჰქონდა პირველ ცვლაში გაკვეთილები, ძმას ჰქონდა მეორე ცვლაში. დედას უწევდა ორივე ბავშვის დილიდან გამოშვება სკოლაში, ერთი ელოდებოდა რომ პირველ ცვლაში შესულიყო და დაესრულებინა და ამასობაში მეორე ელოდებოდა, მერე პირველი და ელოდებოდა ძმას, რომელიც მეორე ცვლას დაასრულებდა და ერთად და წარმოიდგინეთ ეს მოქმედებს განათლების ხარისხზე და ასევე მაგალითად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბოლო აღწერით 17000 ადამიანი ცხოვრობს. 17000 ადამიანიდან 12000 ადამიანს განცხადება აქვს დაწერილი იმის შესახებ, რომ ესაჭიროება სოციალური დახმარება. წარმოიდგინეთ, რამდენად მძიმეა სურათი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გურიაში ყველაზე მძაფრად იგრძნობა მიგრაცია, სოციალური მძიმე ფონი. კი, ამაში დაგეთანხმებით აბსოლუტურად. ერთ-ერთი ესე ვთქვათ, მძაფრად შესაძლებლობები, როდესაც ჩავდივართ გურიაში,
თან ბოლო 1 წლის განმავლობაში, როდესაც მე ამ რაიონებში და მუნიციპალიტეტ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად დავდივარ, გუშინ დავბრუნდი, მე ირაკლი კუბრაძე, ვატო სურგულაძე და გიორგი სიორიძე მემყოფობოდით გური აჭარაში და აჭარის ამბებიც მინდა მოგიყვეთ. დინამიკაში მძაფრდება და უარესდება ადგილებზე მდგომარეობა. ის ადამიანები, ვისაც თქვათ 2 თვის წინ შეხვდით ჩვენ სოფლებში და რაიონებში, უკვე აღარ ხვდებიან, რადგან იძულებულები ხდებიან ამ ადამიანებმა ქვეყანა დატოვონ, ემიგრაციაში წავიდნენ, რათა ოჯახები არჩინონ და უმძიმესი სურათი ხვდება, უმძიმესი სოციალური პრობლემები აქვთ ადამიანებს. ზუგდიდში ვიყავით, კოდუების ოჯახში უმძიმესი სოციალური მდგომარეობა აქვს და როდესაც მერია მიმართეს დახმარებით, რომ სახლი გადაეხურათ ამ ადამიანებს, რადგან აწვიმთ, იცით მერიამ რა გაუკეთა? მიუტანა ეგრეთ წოდებული ბრეზენტი, რომელიც დახვრეტილი იყო. აი ესე ექცევა ადგილზე ხელისუფლება იმ ადამიანებს, ვისაც უჭირთ, ვისაც მათი დახმარება ესაჭიროება. სკოლებზე და ბაღებზე რომ არ გავაგრძელო, მაგალითად, ამ ადამიანებს ადგილობრივი პროექტები, როდესაც ხორციელდება და ეს პროექტები უნდა აკმაყოფილებდეს და პირველ რიგში უნდა ჭრიდეს იმ პრობლემებს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. პირიქით მეტ პრობლემას ქმნის, მაგალითად ველისციხეში. ველისციხეს, რომელიც ისტორიული სოფელია, 2022 წელს დაიწყო ამ სოფლის რეაბილიტაცია, ცენტრის რეაბილიტაცია, 60-მდე სახლის რეაბილიტაცია, ცენტრალური ქუჩის, თეატრის და დღეს 2026 წელს 4 წლის შემდეგ, როდესაც ჩახვალდა, თან ამ პროექტის მოცემული ღირებულება იყო 27 მილიონი ლარი და ეს უკვე 20 მილიონი დაიხარჯა. უარეს მდგომარეობაშია ველისციხე, უარეს მდგომარეობას ნახავთ იმ ქუჩაზე, რომელსაც რეაბილიტაცია უნდა ჩატარებოდა, იმ სახლების, იმ 60 სახლს, რომელსაც რეაბილიტაცია უნდა შეხებოდა. უარეს მდგომარეობაშია, გზები აღარ არის, წყლის პრობლემა აქვს უკვე ამ ადამიანებს. ხაშურის ეს ქუჩის საკითხიც, აი მაგალითად ძალიან ხშირად სოციალურ ქსელში გვხვდება პირდაპირ, აი მაგალითია იმისი, როგორ შეიძლება ხაშურმა რომ ამ პროექტმა, რომელსაც უნდა მოეგვარებია წყალმომარაგების პრობლემა, შეექმნა უამრავი პრობლემა, გზები, არც წყალი აქვს უკვე ამ ადამიანებს და ხაშურის ცენტრში მერიის წინაც კი უკვე შეუძლებელია გადაადგილება. ჩვენ როგორ პირველ რიგში მე მინდა ვისაუბრო იმ შესაძლებლობაზე, რაც ქართულმა ოცნებამ ძალით რუსეთის დავალებით და რუსული ინტერესის გატარების გამო ამ ქვეყანას გააშვებინა ხელიდან. ეს არის ანაკლიის მართლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც შესაძლებლობას მიცემდა ამ ქვეყანაში შემოსულიყო უდიდესი ინვესტიციები. კი ბატონო. დასაქმებულიყო 10,000-ობით ადამიანი, სამუშაო ადგილები შექმნილიყო. გარდა ამ ეკონომიკური კუთხით, ეს პროექტი ასევე მოიცავს უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტს. როდესაც ამ ტიპის ინვესტიციები შემოდის, ამ ტიპის მნიშვნელობის სპორტი შემოდის. ისე როგორც ბრიტის პეტროლიუმის რა თქმა უნდა, ამასთან მოყვება ის უსაფრთხოება, რომელიც ჩვენი საერთაშორისო ნებისმიერ საერთაშორისო უსაფრთხოება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იქნებოდა და არ უნდა დაგვავიწყდეს თუ სად მდებარეობს ასევე ეს სპორტი და რა მნიშვნელობის იქნებოდა დეოკუპაციის პოლიტიკის კუთხით, როდესაც მსგავსი პროექტი ხორციელდება საოკუპაციო ხაზიდან თითქმის 50 კილომეტრის მოშორებით. მაგრამ ქართულმა ოცნებამ ეს რუსული დავალებით ჩააგდო და ჩვენ რამოდენიმე დღის წინ მე-17 განცხადება ვიხილეთ იმის შესახებ, რომ თურმე ანაკლიის სპორტი ახლა ახალი მოდელით უნდა აშენდეს. 17 განცხადება შეგვიძლია მოვიძიოთ ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში. ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც უკვე პატიმარიას ჯერ ის გვირდებოდა, რომ 2023 წელს აშენდებოდა 24-ში, შემდეგ ირაკლი კობახიძე გვირდება, ახლა მარიამ ქრივიშვილიც ჩაერთო, ტექსტსაც არ ცვლიან ამ დაპირებას. თვითონ ავაშენებთ. სხვა შორის ეს შეცვლიდა, თქვათ, აი რეგიონის ცხოვრებას, სოფლების ცხოვრებას. აი ეს რამდენად იქნებოდა საინტერესო. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იმ ფონზე და იმ გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე, რაც ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილია, იმ ჩრდილოეთის გზა, რომელიც რუსეთზე გადის და სამხრეთის გზა, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვედა სამხრეთის რეგიონში გადის, ამ გზის შეფერხებების გამო თუ რამხელა ტვირთგამტარენობის უნარი შეიძლებოდა ქონოდა ამ ქვეყანას და იმ ტრამპის გზა, რომელიც ახლა აქტუალურია და ჩვენ სწორედ ამიტომ აღარ უნდა გავუშვათ ეს შესაძლებლობა და ანაკლიის სპორტი უნდა აშენდეს ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ასევე ჩვენმა კოალიციამ, ლელო ძლიერმა საქართველოს თუ რა შეიძლება გაკეთდეს ოპოზიციური მმართველობის პირობებში, ამის კაფეო და კარგი მაგალითი მე მგონი ვაჩვენეთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. მაგალითზე. მაშინ იქ სადაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, რომელიც ერთ-ერთი გამოკვეთილი რეგიონია სამეგრელოში, სადაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ ადამიანებს, ჩვენ ოპოზიციური კოალიციური მმართველობის იმ პირობებში, სადაც თვითმმართველობა არ არის ისეთი ძლიერი, როგორც უნდა იყოს,
განვახორციელებთ იმ ტიპის პროექტები, რამაც იქ ცხოვრებ ადამიანებს მის შესაძლებლობა მიცა, მაგალითად საზღვრისპირა რეგიონებში და სოფლებში მცხოვრება ადამიანების და ბავშვები დადიოდნენ დღეს იუვენტუსის აკადემიაში და შესაძლებლობა ჰქონდეთ რომ ამ დონის კლუბის აკადემიის წევრები იყვნენ. რეინვენტი ბოდიში ის პროექტები მაგალითად ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლა, რომელიც სადაც დღეს ახალგაზრდებს შეუძლიათ მომავლის პროფესიას დაეუფლონ იმ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და უამრავი სხვა პროექტი, სანამ ეს პროექტები განხორციელდებოდა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დაახლოებით რამოდენიმე ტიპის სასტუმრო იყო. და დღეს უკვე ათეულობით სამწუხაროდ ეს ამბავი, რომელიც კარგად მიდიოდა, რა თქმა უნდა, შეაფერხა იმან, რომ 2025 წლის არჩევნების ბოიკოტმა დღეს მივიღეთ ის, რომ ქართული ოცნება ზარქუების წალენჯიხა ზარქუების და მისი აი დამაინტერესებს ის ეს მოდელი თავისთავად წალენჯიხაში რაც მოხდა ნამდვილად ძალიან კარგი იყო ყველაფერი, იმიტომ რომ ფაქტი იყო რომ გამოცოცხლდა წალენჯიხა როგორც ვთქვათ ერთი კონკრეტული ადგილი, მაგრამ რამდენად შეიძლება ეს როგორც მოდელი ისე გამოგვეყენებინა, ნუ თავისთავად ხდება მთელი სამეგრელოსთვის ეს ვერ იქნებოდა საკმარისი, რამდენად შეიძლება ეს მოდელი გამეორებულიყო სხვაგან და იმუშავებდა თუ არა ეს ყველგან, თუ ყველაფერს მაინც თავისებური მიდგომა ჭირდება. რა თქმა უნდა, რეგიონის სხვადასხვა სპეციფიკა, ყველაფერს ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება და ეს უბრალოდ ერთი კონკრეტული მაგალითია, რაც ჩვენ შევძლებთ გაგვეკეთებინა ოპოზიციიდან, როდესაც მაშინ 2000 ის თვითმმართველობის არჩევნები მოიგო გია ხარჩილავამ და მაშინ წალენჯიხელებმა უარი უთხრეს ქართულ ოცნებას. და ჩვენ აი სწორედ ამ მაგალითის ჩვენება გვინდოდა, ასევე ჩვენ ვფიქრობთ მაგალითად ინვესტიციებს, როდესაც ქართული ოცნება ასაღებს და აცხადებენ, რომ ინვესტიცია მაგალითად აჭარის რეგიონში ინვესტიციის სახელით დღეს ძარცვა მიმდინარეობს აჭარის რეგიონში და აჭარის რეგიონში მცხოვრები ადამიანებს. მაგალითად კომპანია ამბასადორი, რომელიც ეგრეთ წოდებულ კონძულს აშენებს ბათუმში, ესე იგი ირაკლი კობახიძის სპეციალური განკარგულებით ულიცენზიოთ ეს კომპანია მოიპოვებს ჭოროხის ხეობიდან ინერტულ მასალას და დღეს უკვე ბათუმის ბულვარს, რომელსაც ხელოვნური გამოკვება ესაჭიროება ინერტული მასალით, რომ ბულვარი არ წაიღოს სხვამ, აღარ არის ის მასალა, ინერტული მასალა ჭოროხის ხეობაში, რომ ბათუმის ბულვარს მოხმარდეს. ეს ნაპირგასამაგრის სამუშაოები, მაგალითად, მხოლოდ 1000-ობით ლარის გადახდის შემდეგ მიიღო მილიონობით ლარის ინერტული მასალა. ასევე ეს აღარ იყოთ, ეხლა სოფელ კვირიკეში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში უკვე 20 ჰექტარზე იჭრება მთები, მოიპოვებენ ბაზალტს, რომლის ღირებულება არის დაახლოებით 10 მილიონ ლარზეა საუბარი ამ ინერტული მასალის ღირებულებაზე და ესეც სპეციალური განკარგულებით ირაკლი კობახიძის, მხოლოდ 300,000 ლარი დაუჯდა კომპანია ამბასადორს, რომ ეს ლიცენზია კომპანია აუცილებლად გაიმართლებს თავს და იტყვის, რომ მე დავასაქმე ხალხი. ხო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ინვესტიცია არ ემსახურება იმას, რომ იქ მცხოვრები ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს და ჩვენ მაგალითად არაფერი არ ვიცით იმის შესახებ, რა მოხდება, როდესაც ამ 20 ჰექტარის ტერიტორიაზე განხორციელდება იმ ტიპის სამუშაოები, რაც ხორციელდება, მთები იჭრება, ხეები ნადგურდება, რა მოყვება და რა ბუნებრივი პროცესები წარიმართება, იქ ჩვენ არ ვიცით. არც ექსპერტიზა ჩატარებულა, უკვე ნახეთ იქ დაბზარული სახლები და იქ მცხოვრები ადამიანების პრობლემები, რაც უკვე ამ პროექტებმა და ამ სამუშაოებმა გამოიწვია, ამაზე არანაირი პასუხი არ არსებობს. ამ ადამიანებთან ყოფილა წინასწარი მოლაპარაკებები, რომ აი ამას ვაპირებთ და თუ თქვათ რაღაცა დახმობა მათი. ირაკლი კობახიძის განკარგულებით მოიპოვა ამ კომპანიამ ულიცენზიოთ მოპოვების საშუალება ბაზალტის, რომელიც მოხმარდება ამბასადორის. ხო, შეიძლება ძალიან საინტერესო თემაა, რაც ალბათ ცალკე ყურადღებასაც იმსახურებს აუცილებლად. კი ბატონო, მოიხმაურო, როდესაც გუშინ ალეკო ელისაშვილი, ჩემი თანამებრძოლი, ჩემი მეგობარი გამოაცხადეს ტერორისტად იმ ადამიანებმა, რომლებიც, pravits, ფოტოებს იღებენ ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერებთან და ამით შემდეგ პოზიციონირებენ და მათ ახლო ურთიერთობა აქვს ნამდვილ ტერორისტებთან. და მე ჩვენ იმ ადამიანებს, ვინც ალეკო ელისაშვილს პატრიოტ ადამიანს, მებრძოლ ადამიანს, რომელსაც 8 აგვისტოს ომში აქვს საქართველოს ინტერესები დაცული და იარაღი აქვს ხელში აღებული. ამის შემდეგ ის იბრძოდა უკრაინაში, რათა ის მტერი გაენადგურებია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ალეკო ელისაშვილი დღეს გასამართლებულია ტერორიზმის მუხლით, მაგრამ ამ დროს ვხედავთ ირაკლი კობახიძე, რომელიც ფოტოებს იღებს ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერებთან და ჩვენ ვიცით მათი ურთიერთობა იმ ტერორისტულ ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან, რომელთანაც ბოლო პერიოდში საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, ასევე სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებ ყველა რეჟიმის ტყვეს ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ისჯებიან იმის გამო, რომ ეს ადამიანები არ ეგუებიან ამ ქვეყანაში ერთი ადამიანის მმართველობას და რუსეთის უკანა ეზოთ ქცევას. ქართული ოცნების პირობებში არ შედის მათი ინტერესში ის, რომ სოფელში მცხოვრები ადამიანი იყოს ძლიერი, ურჩევნია 300 ლარი დახმარებაზე, რომ არჩევნებზე მე მარტივად მოწყვლადი იყოს ამ ადამიანს
ადამიანის ხმა, ურჩევნიათ ის რომ მომავალ თაობას განათლება არ კონდეს და სკოლები, ბაღები, სწორედ მაგიტომ არ შენდება. ერთი მიზანია რომ რაც შეიძლება ნაკლებად განათლებული თაობა ყავდეს ამ ქვეყანას, რომ პროტესტი ნაკლები იყოს და ხო, თავარი არის სამართალი და სამართლიანობა აღდგეს ამ ქვეყანაში, რომ მემარცხენესაც, მემარჯვენესაც, ცენტრისაც კონდეს შესაძლებლობა ამ ქვეყანაში საკუთარი სიმართლე დაიცვას.